დღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები მათზე მომზადებულ ანოტაციებსა და სარეკლამო რგოლებში ხშირად მიუთითებენ, რომ სწავლების სტანდარტები მათთან მაღალია, თუმცა საბოლოოდ ირკვევა, რომ მათ უმრავლესობაში მაღალი მხოლოდ სწავლის საფასურია. სტუდენტთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ არ ასწავლიან იმდენს, რამდენსაც ჯამში მათ მიერ გადახდილი თანხა ითვალისწინებს და მიაჩნიათ, რომ სწავლის საფასური ჩვენს ქვეყანაში არაადეკვატურია. ექსპერტები ამ ფორმულირებას მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმებიან. არსებობს სასწავლებლები, რომელშიც სტუდენტთა мотиваცია საკმაოდ მაღალი არის და მიუხედავად იმისა, რომ იქ მაღალი გადასახადია, სტუდენტები იმედგაცრუებულებად ნაკლებად გრძნობენ თავს, როდესაც მას ამთავრებენ. მაგრამ არსებობს სასწავლებლები, სადაც თუნდაც სახელმწიფო სასწავლებლებში მცირედი გრანტის დაფინანსების შემდეგ სადაც კი ისინი არ თვლიან თავს, რომ კმაყოფილები არიან. ამიტომ საერთო ჯამში ჩვენთან საკმაოდ რთული განათლების მენეჯმენტის არარსებობის პირობებში არის ეს პრობლემები მოსაძიებელი. უნივერსიტეტებში დღესდღეობით ფასი არ შეესაბამება სწავლის ხარისხს, არც მოთხოვნაა მთავარია გადაიხადო. პირველ რიგში ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს სტუდენტების აზროვნება, რომლებიც ვერ აანალიზებენ, რომ წლების განმავლობაში იხდიან დიდი რაოდენობის თანხას იმისათვის, რომ მიიღონ განათლება და არა დიპლომი. სტუდენტთა თუ ყოფილ სტუდენტთა პრეტენზიებს ბევრი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი ისიცაა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში არაა გარემო, რომელიც სტუდენტის პროფესიონალად ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. მართალია ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ გამონაკლისი როგორც წესი ამინს ვერ ქმნის. სწავლის საფასურის არაადეკვატურობა მხოლოდ ცოდნის პრობლემას არ ქმნის. სხვადასხვა სასწავლებელში სხვადასხვა რეგლამენტია იმისა, თუ როგორ უნდა გადაანაწილოს სასწავლო წელზე საფასურის გადახდა. მართალია პრინციპი ყველგან ერთია, მაგრამ გადახდის სისტემის მოუქნელობა ხშირად პრობლემებს ქმნის. ეს პრობლემები კი იმაში აისახება, რომ ბოლო დროს სტატუს შეჩერებული სტუდენტების რაოდენობამ იმატა. სწავლა ზოგადად ყველგან ზვერი ღირს. ხომ, როდესაც ამას ლაპარაკობთ, აქ გააჩნია სახელმწიფო რა სოლიდარობას გამოხატავს, თქვათ, ახალგაზრდების მიმართ და რამდენად თვლის თავს ვალდებულად, რომ სახელმწიფომ თავისი თანამონაწილეობა გამოხატოს, თქვათ, ახალგაზრდა თაობის განათლებაში. ამიტომ მაგალითად ჩვენ ვიცით ხშირად, რომ უცხოელი სტუდენტები ჩამოდიან ჩვენთან და სწავლობენ, იმიტომ რომ ეს გადასახადი ძალიან მცირეა. ამიტომ მცირედი და დიდი გადასახადი იზომება იმითაც, თუ ჩვენთან რა სოციალური გარემო არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტური დასაქმების პროგრამაც არ მუშაობს საქართველოში, რომ სტუდენტმა თავისი გადასახადი თვითონ გადაიხადოს. აქედან გამომდინარე ყველაფერი ცუდად, თორემ რო შეხედოთ 3000 ლარი, 2250 ლარი დიდი ფული არ არის, რასაკვირველია წელიწადში. მაგრამ სად ვიშოვნოთ ეს ფული? აქედან უნდა ამოვიდეთ ჩვენ. სად უნდა ვიშოვოთ ეს ფული? ფული არ იშოვნება. დღესდღეობით საქართველოში სტუდენტების დასაქმება პრობლემაა, ასევე რთულია ბანკში სესხის აღება. სტუდენტურ სესხს ყველა მსურველს არ აძლევენ და ამისთვის საჭიროა ბანკის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. შედეგად არაერთი სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებს და იძულებულია აკადემიური შვებულება აიღოს. სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტის სტატუსი დღეისათვის 11000 სტუდენტს აქვს შეჩერებული. ამის მიუხედავად ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ყველაფერი რიგზია. ჩვეულებრივი, ასევე სოციალურად დაუცველებისთვის 50%-იანი დაფინანსება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სახელმწიფო სტრუქტურაა მიმართებაში ჩართული. ნამდვილად საკმარისზე მეტი კეთდება, მაგრამ სტუდენტმა უნდა ისწავლოს და თავისდროულად უნდა დააგროვოს კრედიტები. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 31 დეკემბრიდან 2016 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში 2461 სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი. ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენისთვის გახდა მიზეზი თანხის გადაუხდელობა არ არსებობს. ეს სხვადასხვა სასწავლებლებიდან მოპოვებული იმ ახალგაზრდების არასრული სია, რომლებიც ჩვენ სიუჟეტზე მუშაობის დროს მოვიპოვეთ და რომლებსაც სტუდენტის სტატუსი თანხის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ. ალბათ მეც ერთ-ერთი მათგანი ვიქნებოდი, რომ არა დედაჩემი, რომელიც უცხოეთში სწორედ იმიტომ წავიდა, რომ სწავლის საფასურის გადახდა შემძლებოდა. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ სხვადასხვა წლებში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კურსს ამთავრებულთა უმრავლესობა თავიანთი პროფესიით არ მუშაობს. ან თუ მუშაობს, ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა თითქმის არაფერში გამოადგა. ყოფილი სტუდენტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სწავლისათვის ფულით ყვილად აქვთ გადახდილი და თუ ვინმე ნაცნობი არ ყავს, შენი პროფესიით ვერ იმუშავებ. მე ბიზნესზე ჩავაბარე და საკმაოდ ისეთი საგნები იყო რა, ასე ვთქვათ, თითიდან გამოწვეული საგნები ძალიან ბევრი და რომელიც არ უნდა ისწავლებოდეს. ის საგნები, რაც ვთქვათ, ერთი სემესტრის განმავლობაში გვასწავლიდნენ ლექტორები, ეგ საგნები შეიძლება და კლას გარეშე და საგვეკითხა. ასე რომ მე მგონია, რომ არ არის სწავლის დონე მაღალი, თანაც პლუს ამას შემდეგ რო ჩავაბარე მაგისტრატურაში ჟურნალისტიკაზე აღმოჩნდა, რომ თეორიული ცოდნა არ არის თანხმდრაში პრაქტიკულ ცოდნასთან. რეალურად ჩვენ შემდეგ
მოკლედ გავდივართ უკვე ბაზარზე, უნდა გავხდეთ ჟურნალისტები და საჭიროა რა თქმა უნდა რომ ვიცოდეთ თქვა ჟურნალისტის ეთიკის კოდექსი მაგალითად, მაგრამ ამავე დროს უნდა გქონდეს ცოდნა გარკვეული საბაზისო დონე პრაქტიკული უნარჩვევების. მართალი ერთი შეხედვით გადასახადი სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოიცავს 2250 ლარს, რაც არ ითვლება მაღალ გადასახადად, მაგრამ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ბევრს ამის გადახდაც უჭირს. რაც შეეხება 4 წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნას, ვერ ვიტყვი იმას, რომ საერთოდ არაფერი მისწავლია. ვისწავლე ოღონდ სრულყოფილად არა, რადგან არ იყო პრაქტიკა და აქედან გამომდინარე მარტო თეორიული კურსი არაფრის მომცემია. ალბათ ამიტომაცაა, რომ ჩემი ჯგუფელების უმეტესი ნაწილი, მათ შორის მეც არ მუშაობ ჩვენი პროფესიით. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში ისევე როგორც უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობაში სწავლის საფასური 2250 ლარია. გადახდის სისტემა საკმაოდ მოქნილია და ის სტუდენტებს გადასახადის 10 თანაბარ ნაწილად გაყოფის შესაძლებლობასაც აძლევს. თუმცა სასწავლებელთა უმრავლესობა მაინც 2 ეტაპიან გადახდას ანიჭებს უპირატესობას, რაც სტუდენტების არც თუ მცირე ნაწილს უჭირს. არიან ისეთებიც, რომლებსაც სწავლის ხარისხი აკმაყოფილებთ, სწავლაც სურთ, მაგრამ გადასახდელი თანხა არ აქვთ. პირველ კურსელებისთვის სწავლა დასრულდა. ჩემი 400-მდე სტუდენტიდან 100-ზე მეტი ვერ იხდის გადასახადს, ვერ აბარებს გამოცდას და შესაბამისად ვერ აგრძელებს სწავლას. მათგან უმრავლესობა სწორედ ის სტუდენტები არიან, რომლებსაც შეუძლიათ და უნდათ სწავლა. ეს არის რეალობა, საშველი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ უამრავი სტუდენტი არის სტატუსშეჩერებული. გამოდის, რომ მათი მშობლები არიან დაუსაქმებლები და გამოდის, რომ არაადეკვატურია სწავლის გადასახადი. მართალია, ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ გაორმაგდა 100%-იანი დაფინანსებები, გაორმაგდა 70%-იანები, 50%-იანები და კიდევ გვაქვს 30%-იანი გადასახადი, მაგრამ მიუხედავად ამისა, წლითი წლობით სტუდენტების სტატუსშეჩერებული რაოდენობა იზრდება. სწავლის გადასახადი არის ძვირი. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს არ აქვთ იმ დონის ხელფასი, რომ შეინახონ ოჯახი და თავის სტუდენტ შვილს თუნდაც ერთს მაინც ასწავლონ. ჩემი გადმოსახედიდან, რადგან სტუდენტის სტატუსი მაქვს შეწყვეტილი, ვფიქრობ, რომ ცოტა არაადეკვატურია სწავლის გადასახადი. ჯერცადე ანუ მუშაობის დაწყებაც, მაგრამ საქართველოში არ არის ისეთი სამსახურები, რომ სწავლაც და სამსახურიც ერთმანეთს შეუთავს. მუშაობ კონსულტანტად, თუმცა ესეც იმიტომ, რომ მოვაგროვა სწავლის გადასახადი და გავაგრძელო სწავლა. სწავლის ხარისხი ასე თუ ისე კარგია საქართველოში. ძალიან ბევრჯერ მიფიქრია წასვლა, თუნდაც გერმანიაში, როგორც ჩემმა რამდენიმე ჯგუფელმა გააკეთა. მიფიქრია წასვლაზე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ აქაც უნდა მქონდეს რაღაც საფუძველი. გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით საქართველოში უმუშევართა 91% საშუალო ან უმაღლესი განათლება აქვს. ამ სურათიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფორმალური საგანმანათლებლო სისტემა შრომის ბაზრისთვის გამოსადეგ განათლებას არ იძლევა, ხოლო სწავლის საფასურის გადახდის საშუალება მათაც არ აქვთ, ვისაც ნამდვილად უნდა სწავლა. ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის მიხედვით სიტუაცია საგრძნობლად განსხვავებულია. მაგალითად, დანიაში, ავსტრიასა და ფინეთში ევროკავშირის მოქალაქე და გაცვლითი პროგრამების სტუდენტი სწავლის საფასურს არ იხდის. საბერძნეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისათვის სწავლა უფასოა, ხოლო გერმანიაში სემესტრში დაახლოებით 500 ევროს უთანაბდება.